მოგესალმებით. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენს პლანეტაზე შეუსწავლელი პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. არქეოლოგები და მეცნიერები ყოველწლიურად უამრავ აღმოჩენას აკეთებენ, რაც ჩვენი თვალისთვის ასწლეულების განმავლობაში დამალული იყო. ასეთი აღმოჩენები ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ რამეს გვიმხელს წარსულის შესახებ. დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ აღმოჩენებს, რაც გაკეთდა იმ დროს, როდესაც ძველი მდინარეები და წყალსაცავები დაშრა. რაც ფსკერზე აღმოჩნდა, ნამდვილად შოკის მომგვრელია. ასე რომ თავიდან ბოლომდე უყურე ვიდეოს. დავიწყოთ. ციმბირული წყლული ძალიან საშიში დაავადებაა. ის არის ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერია ჯილეხის ბაცილა. ის ჩვეულებრივ ნიადაგში ბინადრობს და ხშირად ცხოველები ავადდებიან, როცა ასეთ ნიადაგზე ბალახობენ. ადამიანსაც შეიძლება გადაედოს, როცა ეხება დაავადებულ ცხოველს, მის ტყავს ან იყნოს ჰავს ჰაერით. დაავადებას აქვს რამდენიმე ფორმა. ყველაზე გავრცელებულია კანის ფორმა, როცა ჩნდება შავი წყლული. ფილტვის ფორმა ყველაზე საშიშია და იწვევს სუნთქვის გაძნელობას. ნაწლავების ფორმა კი ჩნდება დაავადებული ხორცის მირთმევის შედეგად. ბაქტერია ორგანიზმში გამოყოფს მომწამლავ ნივთიერებებს, რაც იწვევს ანთებასა და ზოგჯერ მძიმე გართულებებს. დროული ანტიბიოტიკებით მკურნალობა ახერხებს განკურნებას. დაავადებას ციმბირული იმიტომ ჰქვია, რომ ადრე ხშირად ხდებოდა ციმბირში. ამ ბაქტერიას აქვს უნარი, რომ შექმნა სპორები. ესენია ისეთი გამძლე ფორმები, რომლებსაც შეუძლიათ გაუძლონ სიცივეს, სიცხეს, ქიმიკატებს და შენახულ იქნან ნიადაგში 100 წლების მანძილზეც კი. ეს ნიშნავს, რომ თუ კი სპორები აღმოჩნდნენ მუდმივად გაყინულ მიწაში, მაგალითად ციმბირში ან არქტიკის მიწის ქვეშეთში, მათ შეუძლიათ იქ გაყინულ მდგომარეობაში იძინონ ძალიან დიდ ხანს და როცა ყინული გადნება და პირობები გამოსწორდება, აქტიურდებიან და ვრცელდებიან. სწორედ ასე მოხდა ციმბირში 2016 წელს, როცა დათბობის გამო ყინული გადნა და ძველი სპორები გაათავისუფლა. ციმბირში იამალ-ნენცინში იმ ზაფხულს რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. დაახლოებით +25 გრადუსი ცელსიუსი. ასეთი რამ რეგიონს 10 წლეულების განმავლობაში არ ახსოვდა. ამის შედეგად მუდმივად გაყინული ნიადაგი, ეგრეთ წოდებული მთლიანი გრუნტის ყინული გადნა. გათბობისას დადნა ძველი ირმის ლეში, რომელიც სავარაუდოდ 75 ან 100 წლის წინ იყო დაღუპული ციმბირული წყლულით. ამ ლეშში დაცული ბაქტერიული სპორები ისევ გააქტიურდა და გავრცელდა ჰაერით, წყლთა და მიწით. შედეგად დაინფიცირდა და დაიხოცა დაახლოებით 2300 ირემი. გარდა ამისა დაინფიცირდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა ციმბირული წყლულით. დაავადების გავრცელებამ გამოიწვია რეგიონში საგანგებო მდგომარეობა. მოახდინეს მოსახლეობის ევაკუაცია. სამხედროებმა დაწვეს ინფიცირებული ცხოველების ლეშები და ჩატარდა ფართომასშტაბიანი დეზინფექცია. ეს შემთხვევა გახდა მკაფიო გაფრთხილება მეცნიერებისთვის. გლობალურმა დათბობამ შეიძლება გაათავისუფლოს ძველად გაყინული საშიში პათოგენები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში წყნარად ინახებოდნენ ყინულში. მსგავსი საფრთხე შეიძლება უკავშირდებოდეს არა მარტო ციმბირულ წყლულს, არამედ სხვა დავიწყებულ დაავადებებსაც. 2001 წელს ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ბიოტერორისტული ინციდენტი მოხდა, რომელმაც მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. უცნობმა პირებმა ფოსტით გაგზავნეს კონვერტები, რომლებიც ციმბირული წყლულის, ანუ ანთრაქსის ფხვნილს შეიცავდა. ეს კონვერტები მიაწოდეს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის მერილენდის შტატშიც. ეს არ იყო შემთხვევით გადაცემა. კონვერტების შიგნით იყო მომწამლელი ბაქტერიის სპორები, რომელთაც შეეძლოთ ჰაერში გაფანტვა და ადამიანებისთვის სასიკვდილო საფრთხის შექმნა. სულ 22 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 5 გარდაიცვალა. დაავადების უმეტესობა ფილტვის ფორმით გამოვლინდა, რაც ყველაზე მძიმე და ხშირად ფატალურია. დაზარალებულთა შორის იყვნენ ჟურნალისტები და ფედერალური თანამშრომლები. გავრცელდა პანიკა და შეიზღუდა ფოსტის მუშაობა. ათობით შენობა დაიხურა და ჩატარდა მასშტაბური დეზინფექცია. გამოძიებამ წლები გასტანა და საბოლოოდ ეჭვი მიიტანეს ფორტ დეტრიკში მომუშავე მიკრობიოლოგზე, სახელად ბრიუს აივინსზე, რომელიც თავად მერილენდში მდებარე სამხედრო ლაბორატორიაში მუშაობდა. ეს იყო ერთ-ერთი იმ ლაბორატორიათაგანი, სადაც ციმბირული წყლული კვლევის მიზნით ინახებოდა. გამოძიების დროს გაირკვა, რომ ფოსტის გზით გაგზავნილი ფხვნილი ძალიან მაღალი ხარისხის, ლაბორატორიულად დამუშავებული იყო, რაც მხოლოდ პროფესიონალ მკვლევარს შეეძლო დაემზადებინა. ბრიუს აივანს საბოლოოდ წარუდგინეს მტკიცებულებები, თუმცა სასამართლოს დაწყებამდე მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ინციდენტმა ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი ბიოუსაფრთხოების გამოძიება წარმოშვა და მას შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგია მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ეს იყო დრო, როცა ციმბირული წყლული აღარ წარმოადგენდა მხოლოდ ბუნებრივ საფრთხეს, ის უკვე ბიოიარაღად იქცა.
2016 წლის შემდეგ დუნაის ხეობაში საგანგებო ცვლილებები დაიწყო. კლიმატის ცვლილებამ და ხანგრძლივმა გვალვებმა დუნაის წყლის დონე საგრძნობლად შეამცირა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ოდესღაც წყალქვეშ იმალებოდა, ახლა მზის შუქი პირველად მრავალი აწლეულის შემდეგ მოხდა. სწორედ მაშინ გამოჩნდა თვალისთვის ის, რაც ისტორიამ თითქოს დიდი ხნის წინ დაფარა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჩაძირული გერმანული სამხედრო ნავები. სერბეთის ქალაქ პრაჰოვოს მახლობლად მდინარის ფსკერზე იპოვეს ათეულობით მიტოვებული, განზრახ ჩაძირული ხომალდი, რომლებიც გერმანელებმა 1944 წელს დატოვეს, როცა საბჭოთა ჯარების წინსვლისგან თავის დაღწევას ცადეს. ეს ხომალდები ოდესღაც შავი ზღვის ფლოტის ნაწილი იყო და ისინი იარაღით, ტყვიებითა და ყუმბარებით დატვირთული მიემართებოდნენ აღმოსავლეთით. თუმცა, როცა უკან დახევის დრო დადგა, გერმანელებმა ისინი თავად ჩაძირეს, რომ მტერს არ ჩავარდნოდა ხელში. აწლეულების განმავლობაში ისინი მდინარის ფსკერზე იდუმალ სიჩუმეში განისვენებდნენ, მაგრამ ახლა, როცა წყლის დონემ დაიკლო, ნავების ნარჩენები ზედაპირზე ამოტივტივდა. ზოგს ჯერ კიდევ შიგნით ჰქონდა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც გარემოს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას. აღმოჩნდა, რომ დუნაის ფსკერზე მხოლოდ რკინის ნარჩენები კი არა, ომის ისტორია, მეხსიერება და ადამიანური ტრაგედიის კვალი ინახებოდა. სერბეთის ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოაცხადა სპეციალური პროექტი ამ ნავების უსაფრთხოდ ამოსაღებად, რადგან მათი უმოქმედოდ დატოვება არ შეიძლებოდა. ისინი არა მარტო ისტორიული მტკიცებულებები იყვნენ, არამედ სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებებით სავსე. ადგილობრივებისთვის ეს იყო როგორც შოკი, ისე ცნობის მოყვარეობა. ადამიანებმა დაინახეს წარსული, რომელიც თვითონ მდინარემ გამორიყა წყლიდან. დუნაის ფსკერზე დაფარული ომის საიდუმლო ახლა დღის სინათლეზე გამოვიდა. ჩინეთის ქალაქ ჯოუკოუში, ხენანის პროვინციაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი ქალაქის ნაშთები, სადაც გამოიკვეთა ტექნოლოგიური მიღწევა, რომელმაც ისტორიკოსებიც კი გააოცა. საუბარია თითქმის 4200 წლის წინ აშენებულ სარწყავ და სადრენაჟო სისტემაზე. გათხრების დროს პინგლიანგთაის უძველეს დასახლებაში მიწის ქვეშ აღმოჩნდა თიხის მილებით აგებული წყლის გამტარი ქსელი, რომელიც რთული გონივრულად დაგეგმილი სტრუქტურით აერთიანებდა ერთმანეთთან საცხოვრებელ ზონებს და არხების სისტემას. მილები სპეციალური ფორმით იყო დამზადებული ისე, რომ ერთი მეორეში ჯდებოდა და ქმნიდა მჭიდროდ დაკავშირებულ წყლის მარშრუტს, რაც საშუალებას იძლეოდა წვიმის ან სარწყავი წყლის ზედმეტი ნაკადი სწორად და ეფექტიანად გადაეტანათ ქალაქის გარე მხარეებში. სისტემას ჰქონდა ცენტრალური არხები, გვერდითი განშტოებები და სადრენაჟო ჭები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა უბნიდან წყალს აგროვებდა და სპეციფიკური დახრილობის წყალობით სიმძიმის ძალის პრინციპით მოძრაობდა არჩეულ მიმართულებებზე. ასეთ არქიტექტურას მხოლოდ ტექნიკურად განვითარებული საზოგადოება თუ შექმნიდა და ეს აღმოჩენა ცხადყოფს, რომ იმ დროის ქალაქები მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე არ ყოფილა, არამედ გეგმიურად და საინჟინროდ გააზრებული სისტემა. კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩენა იყო ორი პარალელური ღარი ქალაქის ირგვლივ, რომელიც როგორც მკვლევარებმა აღნიშნეს, შესაძლოა იყოს უძველესი ბორბლიანი ეტლის ნაკვალევი, რაც ნიშნავს, რომ ამ საზოგადოებას არა მხოლოდ წყლის მართვის ცოდნა ჰქონდა, არამედ ტრანსპორტისა და მოძრაობის ორგანიზების გამოცდილებაც. სწორედ ამ აღმოჩენამ შეცვალა წარმოდგენა იმ დროის ცივილიზაციაზე. აღმოჩნდა, რომ 4000 წელზე მეტი ხნის წინ ჩინეთში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომელთაც არა მარტო თავის გადარჩენა, არამედ ურბანული დაგეგმარება, გარემოზე ზრუნვა და ტექნოლოგიური განვითარებაც კი შეეძლოთ. ეს არ იყო უბრალოდ თიხის კედლებით შემოსაზღვრული სოფელი. ეს იყო ნამდვილი ქალაქი, გეგმიური ქუჩებით, წყლის სისტემით, სანიაღვრე არხებით და თუნდაც მარტივი, მაგრამ კარგად გათვლილი ინფრასტრუქტურით. ეს აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ ტექნიკური გონიერება და გარემოზე ადაპტირების უნარი ადამიანის ბუნებაში ყოველთვის იყო, უბრალოდ ზოგჯერ ყინულმა მიწამ ან დროის ფენებმა ეს ყოველივე დროებით დაფარა. ინდოეთში, შტატ კარნატაკაში, მდინარე შალმალას ფსკერზე იმალება უძველესი და წმინდა საიდუმლო, რომელიც მხოლოდ მაშინ ხდება ხილული, როცა მდინარის დონე იკლებს და წყალი უკუსვლას იწყებს. ამ დროს გამოჩნდება ათასობით ქვის ნაკეთობა. ეს არის შივას ლინგები, ანუ სპეციალური სვეტის ფორმის სიმბოლოები, რომლებიც ინდუისტურ კულტურაში ქმნილების, სიცოცხლის და ღვთაებრიობის ნიშნებად ითვლება. მათ გვერდით ამოჭრილია იონის ფორმებიც, ნახევარმთვარის მსგავსი ღარები, რომლებიც შივასა და შაქტის, ანუ მამრობითისა და მდედრობითი საწყის ერთობის სიმბოლოებია. ეს ქვის ნაკეთობები ხელით არის ამოჭედილი პირდაპირ მდინარის კლდოვან ფსკერზე და ქმნის უჩვეულო სანახაობას,
რომელიც თითქოს დროში გაყინული ტაძარია. ეს ადგილი ცნობილია სახელით საჰასრალინგა, რაც ითარგმნება როგორც 1000 ლინგა და მისი შექმნის ისტორია ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში იღებს სათავეს. გადმოცემით ერთ-ერთი მეფე სახელად სადაშივა რაია დაინტერესებული იყო ღვთისადმი რწმენისა და წყალთან დაკავშირებული რიტუალების გაძლიერებით, რის გამოც მისი ბრძანებით ოსტატებმა კლდეში ამოტვიფრეს ათასობით სიმბოლო, რომლებიც მუდმივად მდინარის წიაღში უნდა ყოფილიყო ჩაძირული, როგორც მფარველობისა და პატივისცემის ნიშანი. მაგრამ როცა წყლის დონე მკვეთრად იკლებს მშრალი სეზონების დროს ან ხანგრძლივი გვალვის შედეგად ჩნდება ის, რაც ჩვეულებრივ დაფარულია და შალმალას კალაპოტი იქცევა უძველესი სიწმინდეების ღია ტაძრად. ადგილობრივები ამ მოვლენას შიშით, მოწიწებითა და სიხარულით ხვდებიან. ამბობენ, რომ ეს ნიშნები არა მარტო კულტურული მემკვიდრეობა, არამედ თავისთავად ცოცხალი ძალა, რომელიც მფარველობს მიწას, ადამიანებს და თვით მდინარესაც კი. უცხოელებისთვის ეს მხოლოდ ქვის ნაკეთობებია, მაგრამ ადგილობრივებისთვის ეს არის უხილავ ღვთაებასთან პირდაპირი კავშირი, რომელიც მხოლოდ ბუნების ნებაზე ჩნდება. ტეხასის შტატში პატარა ქალაქ გლენროუსთან ახლოს მიედინება მდინარე პალუქსი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ჩუმი მდინარე, მაგრამ როცა მისი დონე იკლებს და წყალი უკან იხევს, კლდოვან ფსკერზე ჩნდება ისეთი სანახაობა, რომელიც ყველა ადამიანის წარმოსახვას ცდება. აქ წყალქვეშ მკაფიოდ იკვეთება უზარმაზარი, სამთითიანი ნაკვალევი. ესენი დინოზავრების ნამდვილი შემორჩენილი კვალია, რომელიც უამრავი წლის წინ დატოვეს იმ დროს გიგანტურმა არსებებმა. ამ ნაკვალევს შორის ყველაზე ცნობილია მტაცებელი დინოზავრის, აკროკანთოზავრის ნაბიჯები, მასიური ცხოველის, რომელიც თავისი დიდი ზომითა და სიმძლავრით დომინირებდა იმ დროინდელ ლანდშაფტში. ამ ნაკვალევთან ახლოს ასევე ჩანს გრძელკისერა დინოზავრების, ეგრეთ წოდებული ზაუროპოდების მიერ დატოვებული კვალი, დიდი მრგვალი ჩაღრმავებები, რომლებიც ბალახის მჭამელ გიგანტთან ნელი მძიმე მოძრაობის შედეგია. ეს კვალი ისე მკაფიოა, თითქოს გიგანტური არსებები სულ ცოტა ხნის წინ გავიდნენ იქედან. მეცნიერებმა პირველად ეს ნაკვალევი 1930-იან წლებში შენიშნეს, როცა ერთ-ერთმა მკვლევარმა სახელად რონალდ ბერდიმ კლდეზე უცნაური ანაბეჭდები შეამჩნია და დაადასტურა, რომ ისინი დინოზავრებს ეკუთვნოდათ. მას შემდეგ პალუქსის ფსკერი იქცა ნამდვილ ფანჯარად დროის მანქანაში. როცა მდინარე ღრმა არ არის, მნახველებს შეუძლიათ დადგნენ ზუსტად იმ ადგილას, სადაც მილიონობით წლის წინ დინოზავრი დადიოდა. თითქოს დრო შეჩერებულიყო და პალუქსის ქვებმა მისი მოძრაობა სამუდამოდ დაიმახსოვრეს. დღეს ეს ადგილი არა მხოლოდ გეოლოგიური და პალეონტოლოგიური მნიშვნელობის ცენტრია, არამედ ემოციური შეხებაა წარსულთან. ადგილი, სადაც უბრალო კლდის ზედაპირზე ჩანაწერია იმ დროის, როცა კაცობრიობას ჯერ არსებობაც კი არ ჰქონდა დაწყებული. აქ ირგვლივ არაფერია თანამედროვე, არც შენობები, არც მანქანები, მხოლოდ კლდე, წყალი და უხმო ამბავი, რომელსაც შთაბეჭდილებების გარეშე ვერ გასცდები. პორტუგალიის ჩრდილოეთით მინიოს მხარეში მიედინება მდინარე ლიმა, ერთი შეხედვით მშვიდი და ლამაზი ნაკადი, რომელიც პატარა ქალაქ პონტი დე ლიმას გვერდით გადის და თითქოს დროის მდუმარე მატარებელია. მაგრამ როცა წყლის დონე იკლებს, განსაკუთრებით გვალვების დროს ან სეზონურად, მდინარის ფსკერზე ჩნდება უძველესი ნანგრევები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში წყლის ქვეშ იმალებოდა. ყველაზე თვალშისაცემია ხიდის ძველი საფუძვლები, რომაული ხანის ქვებით ნაგები რკალისებრი კონსტრუქციები, რომლებიც კლდოვან ფსკერზე გადაჭიმულია და ნელა იძენს ფორმას, თითქოს წყლიდან ამოდის. ეს არ არის უბრალოდ რამდენიმე ქვა, ეს არის იმ დროის ნაშთი, როცა რომაელები ამ რეგიონში გზებს, ხიდებსა და ქალაქებს აშენებდნენ და მდინარე ლიმა მათთვის არა მხოლოდ წყლის წყარო, არამედ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო გზა იყო. პონტი დე ლიმა ითვლება პორტუგალიის უძველეს ქალაქად და სწორედ აქ გადიოდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რომაული გზა, რომელიც მდინარეზე გადებულ ხიდს ეყრდნობოდა. როცა წყალი იკლებს, ხიდის ძველი თაღები, ქვები და მყარი საძირკველები ცხადად იჩენს თავს. ზოგი ქვაზე ამოტვიფრული ნიშნებიც კარგად ჩანს, რაც მიუთითებს, რომ აქ საქონლის გადასატანი ურიკები და ადამიანები ხშირად გადადიოდნენ. გარდა ხიდისა, ხშირად ჩნდება პატარა ნავსადგურები, კლდეში ამოჭრილი პორტების მსგავსი ადგილები, სადაც სავარაუდოდ რომაულ ნავებს აჩერებდნენ და ტვირთს ტოვებდნენ. მდინარე ლიმას ფსკერი ერთგვარად ხდება ისტორიული რუკა, რომელსაც წყალი მხოლოდ დროებით ფარავს და შემდეგ ისევ აჩენს. თითქოს წარსული თავად იძლეოდეს ხმას. როცა მდინარის კალაპოტში მიდიხარ და ხელით ეხები ამ ქვებს, გრძნობ იმ დროთა სუნთქვას, როცა აქ სიცოცხლე დინებით მიდიოდა, რიტმულად, წყლის მოძრაობის თანახმად და ყოველი ქვა თითქოს საკუთარ ამბავს გიყვება.
ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ უძველეს უბანში, სადაც ქალაქის ხმაური თითქოს ფოთლების შრიალში იკარგება, მდებარეობს პატარა ტბა, რომელსაც ეძახიან ეკოპარკის ტბას. თუმცა ეს მხოლოდ ტბა არ არის. ეს ის ადგილია, სადაც ქალაქის ისტორია და წყლის ჩუმი ხმა ერთმანეთს ეხმიანება. ყველაფერი იწყება 1868 წელს, როცა აქ ბუნებრივი არხი, რომელსაც ადგილობრივები აროჟოს ეძახდნენ, გადააკეთეს რეზერვუარად, რათა მზარდ ქალაქს წყლის მარაგი ჰქონოდა. მაგრამ დრო გავიდა და ეს უბრალოდ წყალსაცავი მალევე იქცა სამოთხედ. 1891 წელს მიწის მფლობელებმა ეს ტერიტორია ქალაქს აჩუქეს და რამდენიმე წელიწადში გაშენდა პარკი, გაჭრა სპილიკები, გაშენდა ბაღები და 1895 წელს აშენდა პატარა ნავის სადგური. სწორედ აქ დაიწყო ეკოპარკის ტბის მეორე სიცოცხლე, როგორც სილამაზისა და საზოგადოებრივი შეხვედრების ადგილი. მალე ტბა იქცა ლოს-ანჯელესის კინოინდუსტრიის საწყის მოედნად. ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ჰოლივუდი მხოლოდ სოფელი იყო, აქ იღებდნენ ჩარლი ჩაპლინის პირველ კომედიებს. აქ ფუსფუსებდნენ კინოსპიონერები და ბუმბერაზი კამერები ჩუმად იწერდნენ ისტორიას. წლები გავიდა და ტბამაც იცვალა იერი. დროთა განმავლობაში წყალი დაბინძურდა, ინფრასტრუქტურა მოძველდა და თითქოს ის წარსულის ლამაზ მოგონებად იქცა, მაგრამ 2010 წელს ქალაქმა მიიღო გადაწყვეტილება აღედგინა ტბა და მისთვის დაებრუნებინა სიცოცხლე. გაწმინდეს ფსკერი, აღადგინეს სანიაღვრე სისტემები და 2013 წელს ტბა საზეიმოდ გაიხსნა, როგორც ქალაქის სიმშვიდის სიმბოლო. თუმცა მალე აქ გაჩნდა ახალი რეალობა, უსახლკაროთა კარვების ქალაქი, რომელიც პანდემიის დროს კიდევ უფრო გაიზარდა. 2021 წელს ხელისუფლებამ დაიწყო ევაკუაცია, რასაც მოჰყვა პროტესტები, დაპირისპირება და დიდი საზოგადოებრივი დებატი. ტბა დროებით ჩაიკეტა, მაგრამ 2023 წელს კვლავ გაიხსნა ყველასთვის. დღეს, როცა მზის სხივი წყალს ეცემა და ლოტუსის ყვავილები ირწევიან ნაზნიავში, ეკოპარკის ტბა ისევ იქ არის, როგორც სიმშვიდის, ბრძოლის, ხელოვნებისა და საზოგადოებრივი ცვლილებების მხსნელი სარკე, სადაც ყოველ ტალღაზე წარსული ახსენებს თავს და ყვება ქალაქის ისტორიას. ინგლისის სოფელ ვუდსტოკთან მწვანე მინდვრებსა და ხელოვნურად გაშენებულ ტბებს შორის მდიდრულად დგას ბლენჰეიმის სასახლე. ადგილი, რომელიც თითქოს თვით ისტორიისთვისაა აშენებული. ეს გრანდიოზული შენობა მე-18 საუკუნის დასაწყისში აშენდა ჯონ ჩერჩილისთვის, მარლბოროს პირველ ჰერცოგად ქცეულ გმირისთვის, რომელსაც ბრიტანეთის გვირგვინმა ბლენჰეიმის ბრძოლის გამარჯვებისთვის მადლობის ნიშნად უამრავი ქონება და ამ სასახლის ასაშენებლად სახსრები აჩუქა. მისი არქიტექტურა არა მხოლოდ დიდებულია, არამედ განსახიერებაა პოლიტიკური ძალისა და სამხედრო ტრიუმფის. წლების შემდეგ სწორედ აქ ამავე კედელში დაიბადა უინსტონ ჩერჩილი, მომავალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თავადაც წერა უყვარდა და ამ სასახლეს თავისი ცხოვრების საწყისად თვლიდა. ბლენჰეიმის სასახლის ტერიტორიაზე მდებარე პატარა ხელოვნური ტბა 2018 წელს დროებით დააშრეს, რათა მოეხდინათ გაწმენდა და რესტავრაცია. როცა ტბის წყალი მთლიანად დამოიწურა, ფსკერზე გამოჩნდა ის, რაც საუკუნეების განმავლობაში დაფარული იყო. ქვაში გამოკვეთილი ოთახები, თაღები და ვიწრო გადასასვლელები, რომლებიც ადრე დიდი ხიდის, გრანდ ბრიჯის ნაწილი იყო. ეს ხიდი მე-18 საუკუნეში ააშენეს. იქვე მოეწყო რამდენიმე ოთახი, რომლებიც მოგვიანებით ლანდშაფტის დიზაინის შეცვლისას მთლიანად წყლით დაიფარა. ტბის ფსკერზე აღმოჩენილ ოთახებში ჩანდა ბუხრები, ჩაშენებული თაროები და კედლების სტრუქტურა, რომლებიც იმ დროისთვის დამახასიათებელი სამშენებლო მეთოდით იყო გაკეთებული. ეს იყო კარგად შენახული ქვედა სართულები, რომლებსაც 10 წლების განმავლობაში წყალი ფარავდა. ეს აღმოჩენა უფრო მეტად საინჟინრო და ისტორიული თვალსაზრისით იყო საინტერესო, ვიდრე სენსაციური. ნაგებობებს არქეოლოგები ფრთხილად სწავლობდნენ, რათა განესაზღვრათ მათი ზუსტი დანიშნულება და კონსტრუქციის მეთოდი. აღმოჩენამ სასახლის ისტორიის შესახებ დამატებითი დეტალები მოიტანა, განსაკუთრებით იმ პერიოდისთვის, როცა შენობა ჯერ კიდევ იკვრებოდა და მის გარშემო ტბაც ჯერ ახალი იყო.